მოსალოდნელიც იყო, რომ ბოლოს ეს ფარსი ტყუილი ამ ყველაფრით დასრულდებოდა, ანუ არაფერი. ანუ სად არის 86%-იანი ფასნამეტი? ანუ 24 დეკემბერს 2025 წლის 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თვითონ დადო ეს ვიდეო და გითხრა რომ 86%-იანი ფასნამატი არსებობდა. ამასთან დაკავშირებით თავად შექმნა კომისია, სადაც სხვათა შორის არ მიიწვია ნათია თუმნავა, რომელიც კანონთან მიმართებით ვალდებულია, რომ ინფლაციურ პროცესებს შესაბამისად უპასუხოს, თუმცა ამ კომისიაში არ მოიწვიეს, მაგრამ მამუკა მდინარაძემ დაიწყო მრისხანე გამოძიება და აგერ ქაღალდის გენერალიც ყოს უკვე, ხო? ანუ სად არის აბა კარტელური გარიგებები დაიშალა? სად არის აი რა გააკეთეს? აი სუსი რო შევიდა, პროდუქცია გადააფასა, რა შეამოწმა, რა აი სად არიან საერთოდ და ეს მამუკა მდინარაძე რო გამოდის, ან ეს ივანიშვილის ლურჯი მელიად რო გარდაიქმნა, ირაკლი კობახიძე რო გაურბის ამ კითხვებს, გამოვიდეს და გვიპასუხოს, მაგრამ არაფერზე არ აქვს პასუხი. ჩვენ რატომ მოვითხოვეთ დებატები, რომ კი გლობალური პრობლემაა, ეხლა ეკონომიკური თემები წინ წამოიწია, ვარაუდობენ, რომ ერთი წელი გაგრძელდება ეს კრიზისი და მსოფლიომ დაიწყო ზრუნვა საკუთარ მოქალაქეებზე. ანუ რას აკეთებენ? კამრების შემოჭერა, უარი იმ ხარჯვაზე, იმ ფუფუნებაზე, რომელიც ყველა მთავრობას ასე მეტნაკლებად აქვს. მაგრამ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? რაიმე შემოიჭირა, პირიქით, ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა, 10-დან 15%-მდე უშტატო თანამშრომლების დამატება, ხელფასი, ჯილდო დანამატი, რაც ცინიკურია რა, ჯილდოსთან მიმართებით, კაცი ყავთ ციხეში. ლევან ხაბეიშვილი. ანუ ჯილდო რო დაპირდა, რომ შეიცვლება დემოკრატიული ტრანსფორმაცია მოხდება ამ ქვეყანაში და ჯილდოს მიიღებს ყველა კეთილსინდისიერი სამართალდამცავი, ამის გამო ყავთ ლევან ხაბეიშვილი ციხეში. თან გვეუბნებია, რომ ვაწამეთო და წამებლების ჩვენებით ყავთ ადამიანი ციხეში. ან ახლა მე მინდა მიულოცო ყველას, ხო? ახალი პატრიარქი გამოირჩია სინოდმა და ეს არ იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ხო ჭირდება ერთსულოვნება. ჩვენ ქვეყანას ხო ჭირდება გაერთიანება, შური და მტრობა, დაყოფა, ბანაკება, ხო უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში და ეს როგორ წარმოუდგენიათ ამ ხალხს. თუნდაც ეკლესიაში ან ქართულ ოცნებაში, რომ პრეზიდენტი, მესამე პრეზიდენტი რო ყავს ციხეში, რომელსაც 9 მილიონი ადამიანის მხარდაჭერა აქვს. შენ გინდა ერთსულოვნება და ამ დროს პოლიტიკურ დევნას აგრძელებ, ანგარიშწორებას აგრძელებ, ვენდეტას აგრძელებ. როგორ დამშვიდდება ეს ქვეყანა? ან როგორ მოგვარდება პრობლემები? ან აი ამ კრიზისს, რომელიც არის ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში შექმნილი, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეს ქვეყანა? აქ იყო სიახლე იმ თვალსაზრისით, რომ საპატრიარქოს ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკური პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებითო, იმიტომ რომ მანამდეც მივმართვეთო, მაშინ არ გაითვალისწინესო, როგორც ჩანს ეს თემა აუცილებელია ითქვას რა. ქართველმა ხალხმა ააშენა საკუთარი დაფინანსებით აგერ თბილისში ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. და ამ საქმეს სათავეში ედგა პაატა ბურჭულაძე. და რა სამწუხაროა, რომ არავინ არ ახსენებს. ჯერ ქართველმა ხალხმა რო ეს ტაძარი ააშენა და მე ვინც ამაში იყო ჩართული. უწმინდესის ილია მეორის კურთხევით პაატა ბურჭულაძე აგროვებდა დონაციას, ქველმოქმედებას ეწეოდა, ეს ტაძარი უკვე დგას და ნამდვილად სიმბოლოა აი ქართველი ხალხის ერთობის, ხო? მაგრამ აღარავინ აღარ ახსენებს პაატა ბურჭულაძეს და ეს ნორმალური, ანუ პაატა ბურჭულაძე ქოცებმა გამოგვიცხადეს მოძალადეთ და ხარება ქტიტორად, ანუ ეკლესიის აღშენებლად. ეს ახლა ნორმალურია? და არ ვცხოვრობთ ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში და ამის პროექცია ის რაც აი ამ 3 თვის 4 თვის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მოგვიწყო ცინიზმი და ნულოვანი თანაგრძნობა, რომ არც 86%-იანი ფასნამატი არ ყოფილა, უკვე ეს დაადგინა საგამოძიებო კომისიამ, აი ეს ბერეკაშვილი უყავთ და თან როგორ ცინიზმია, ხო? დასცინიან ქართულ ხალხს და თვითონ ხომ მოიმატეს წლის დასაწყისში ხელფასები და პრემიები და 20 ლარით ხომ მოუმატეს პენსიონერებს პენსია, მაგრამ ეს 20 ლარით უკან ამოუღეს ჯიბიდან გაზრდილი დენის ტარიფით და ჩვენ ახლა ქართულმა ხალხმა ჩვენზე უკეთ იცის
ვისთან აქვს საქმე? ქართულმა ოცნებამ უკვე ამოწურა საკუთარი თავი, მას არაფრის შეთავაზება აღარ შეუძლია, წყვილი, ფარსი, ფარისევლობა, ეს არის მათი ყოველდღიურობა, აგერ საპატრიარქო, ახალი პატრიარქი შიოც და მისი, ესე რომ ვთქვათ, წევრები, ეკლესიის წევრები ეუბნებიან, რომ შევიწყალოთ ეს ხალხი, გავერთიანდეთ და რას პასუხობს მამუკა მდინარაძე, ქაღალდის გენერალი სად არისო კაცო, სინანულიო, რა სინანულზე გველაპარაკებიან, ვინ უნდა მოინანიოს, რა გვაქვს მოსანანიებელი, რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ეს ყოფილა დასჯადი, გესმით? და ამაზე ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რომ საქართველო გვიყვარს და ვინც ამ ქვეყანაში ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი იდენტობა საკუთარ დროშაზე, ქვეყნის დროშაზე ამოტვიფრა და ხუთჯვრიანი დროშა ხომ არ დაგავიწყდათ? ვინ დაადგინა სახელმწიფო დროშად? კი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა. ვინ ებრძოდა მათ კორუფციას? ებრძოდა ლევან ხაბეიშვილი. ვინ ებრძოდა თბილისში კალაძის კორუფციას? ებრძოდა ირაკლი ნადირაძე. და ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და ეს მატყუარების დაჯგუფება, კრიმინალური დაჯგუფება უნდა მართავდეს ჩვენ ხალხს. კი, ქართველი ხალხი იმსახურებს მეც უკეთეს გაუმჯობესებულ ცხოვრებას. მოქალაქეებს აქვს გადაწყვეტილი, რომ იცის ყველაფერი ქართული ოცნების შესახებ, მაგრამ ქართული ოცნება ინარჩუნებს არალეგიტიმურად ძალაუფლებას ამ ქვეყანაში. რატომ ხდება ეს? ვერ ხედავს გამოსავალს ეს ხალხი, არა აქვს ალტერნატივა, არ ყოფნის ძალა. ალბათ ოპოზიციას ამ ფაქტორების ანალიზი ევალება ყველაზე მეტად და ამის დასათრგუნად, ამ პრობლემების დასათრგუნად და მოსაგვარებლად მოქმედება. აი, რატომ არ იცვლება ეს რეჟიმი, მიუხედავად იმისა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ყველაფერი იციან მათზე? ძალიან კარგი შეკითხვაა. არ მოგვეწოდებათ გადავირჩევთ ეს პარადიგმა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა დიდი თავის მოტყუება, იმიტომ რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც პატივს სცემენ დემოკრატიას და არსებობენ ოლიგარქები, რომლებსაც პოლიტიკა სჭირდებათ ფულის საკეთებლად. და ამის ცოცხალი მაგალითია ივანიშვილის ბიტკოინები. ანუ მილიარდობით ბიტკოინი რო იშოვა ქართველი ხალხის ხარჯზე. გაგვიზარდა დენის ტარიფი. თვითონ 8 თეთრად ბიტკოინები გამოიმუშავა, ბიზნეს 32 თეთრი გადაახტევინა აი ამ დენის ტარიფში. პური ჩვენი არსობის ამის გამო გაგვიძვირდა და დამატებით კიდე აგერ 33% გაგვიზარდა ელექტროენერგიაზე გადასახადები. ანუ სისტემური ძარცვაა ქვეყანაში, კლეპტოკრატიული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი ამ ხერხებით ძალაუფლება შეინარჩუნოს. აბა როგორ წარმოგიდგენიათ, 300,000 ადამიანი იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს, ანუ სახელმწიფო რესურსები, ანუ ჩინოვნიკები და ეს ბიუროკრატია, აი 300,000 ადამიანი არის მიდმული პირდაპირ ქართველი ხალხის ჯიბეზე და 10% იყო აქამდე უშტატო თანამშრომლები. ახლა 10,000 კაცს დაამატებენ და ხო არ იცით ეს ვინ არის? კონკურენცია გვაქვს სადმე, ანუ რაღაცა სტანდარტი არსებობს, რომ აი მაგალითად განათლება საერთოდ გაუქმებული აგერ პრეზიდენტი ყავს გაუნათლებელი, მაგრამ ხო აი ეს ნორმა, ანუ პარტიულ ადამიანებს, პარტიულ წყვილფეხობას ახლა ბიუჯეტის ხარჯზე დაუფასებენ ერთგულებას. აი, როდესაც ესეთი სისტემაა, რეჟიმია, ჩვენ გმართებს ერთსულოვნება და რატო თქვი აი გუშინ მეც ვესწრებოდი შიო მუჯირის, შიო მესამის აღსაყდრებას და გავაკეთე განცხადება და კი, ერთადერთი ლეგიტიმური პირი არის შიო მესამე. და კი, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება, შურისძიებები, ვენდეტები უნდა დასრულდეს, უნდა გავერთიანდეთ და ამაზე პირველ რიგში უნდა იზრუნოს ქართულმა ეკლესიამ და თუ სადმე არსებობდა ძალა გაერთიანების, ყოველთვის იყო ეს ძალა ეკლესიაში და ჩვენ გვინდა რომ ეკლესიის გარშემო გავერთიანდეთ, მაგრამ ჩემ შეკითხვას კი, ანუ რატომ გავცემთ ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს ახლა იმისთვის რომ ეს ამდენი ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია რომ ცვლილება საჭიროა, რატომ ვერ ცვლის ამ ეტაპზე ხელისუფლებას? პრინციპში გავეცი ამ შეკითხვას პასუხი, იმიტომ რომ მოლოდინი არსებობდა რომ არ მოგვეწონება და გადავირჩევთ. ხო, ეს გავიგეთ, მოცემულობა აღწევს. მიხეილ სააკაშვილის ჭრდილს ხო და მიხეილ სააკაშვილის ჭრდილს რო გაურბოდა ყველა და რაღაცა პარალელებს აულებდა. ეხლა ხო ნახეთ რა არის დიქტატურა, ეხლა ხო ნახეთ რა არის რეპრესია და ტერორი. კი, აი ეს არის რომ არსებობდა პარადიგმა, არ მომეწონება და შევცვლი, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ისეთი ვითარება, სადაც დემოკრატია აღარ არსებობს. რეჟიმი არ არის შეცვლადი? როგორ არ არის შეცვლადი? უბრალოდ ამას ჭირდება სხვა პასუხი, ამას ჭირდება სხვა გამოწვევა, ამას ის კი არ ჭირდება 4 ოქტომბერს ზოგიერთი რო იდგა და უყურებდა პაატა ბურჭულაძე, რას იზავდა პაატა ბურჭულაძე მსოფლიო ბანია, მისი ავტორიტეტი დადო სასწორზე და კი
ქართულ ხალხს წინ გაუძღვა, მაგრამ სხვები არ გაყვნება ადაბურჭულაძეს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მათ შორის გვჭირდება ბრძოლაში და როდესაც აი კონკრეტული ადამიანი ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე მართავს აქციას, თუნდაც მარნეულში, კონკრეტულ სოფელში და თბილისიდან კი არ უნდა ასწავლო ჭკუა, რა სიტყვის ის ადამიანი უნდა ჩახვიდე, უნდა მოეფერო, უნდა გვერდზე დაუდგე. სოფელს ჭირდება მხარდაჭერა და ჩვენ ეს ბუკლეტი რო დაგვაქვს და ყველას ვაწვდით, რატო ვაკეთებთ ამას, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში გვინდა რომ ეს ქვეყანა წავიყვანოთ წინ და თუ რამე ეხლა სჭირდება ახლა და ამ წუთას ქართულ ხალხს სჭირდება შეხიდება იმაში, რომ კი საწვავი არის პრობლემა, აქციზის განახევრებით, რასაც ჩვენ თავაზობთ პირველ ნაბიჯად. ეს ნიშნავს იმას, რომ 30-40 თეთრით გაიაფთება ბენზინი, დიზელი და მათ შორის LPG გაზი, რის გამოც აპროტესტებენ ტაქსისტები ეხლა და საერთოდ უფლებას არ აძლევენ, რომ აქცია გამართონ. დღეს იყო ამასთან დაკავშირებით ხო ინფორმაცია. მათ შორის გაზდილი დენის ტარიფი. კარგია, რომ ჩვენ ქონდა ეს ინიციატივა მეორე ნაბიჯად და ჯანდაცვის სამინისტრომ მათ შორის მოწყვლად ადამიანებს სუბსიდირება მოახდინა გაზდილი დენის ტარიფის. მაგრამ ეს სჭირდება ყველას, იმიტომ რომ ეს პროცესი, ეს პრობლემები უფრო გაღრმავდება, იმიტომ რომ გლობალური ის გამოწვევა, რომელიც ეხლა მოდის და ჩვენს გვიახლოვდება, მხოლოდ აისბერგის წვერია და უფრო ღრმა პრობლემები წინ გველის. და მესამე, სოფელს სჭირდება მხარდაჭერა. რატო არის ინფლაცია? იმიტომ რომ ამ 14 წლის განმავლობაში პროდუქტი არ შექმნილა ქვეყანაში, არაფერი არ შექმნილა, მაგრამ 3 მილიარდი ბიუჯეტიდან დაიხარჯა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით. ეს პული კონკრეტული ადამიანების ჯიბეში დაილექა და ჩვენ რო ქონდა მოლოდინი, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია მოხდა ქვეყანაში და დემოკრატია იმუშავებდა და შეცვლიდა ოლიგარქები არ იცვლებიან ამ გზით, ოლიგარქები იცვლებიან, როდესაც ერი ერთიანდება და ერი პასუხობს შესაბამისად რუსებს, ოლიგარქებს და დიქტატურას. და თუ ჩვენ არ გავერთიანდებით და ამ გაერთიანებაში მთავარი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიას მიუძღვის და ეკლესია ყოველთვის იყო ამ ერთიანობის მატარებელი. და რატო ვამბობთ ჩვენ ხო, აგერ გამოდიან მეუფეები და ამბობენ, რომ კი, უნდა შევიწყალოთ, კი, უნდა გათავისუფლდნენ კონკრეტული ადამიანები და ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ რას პასუხობს ქაღალდის გენერალი, რომ თურმე უნდა მოინანიონ. თურმე უნდა მოინანიონ ან მეუფეებს და საეკლესიო პირებს მამუკა მდინარაძე მოუწოდებს, რომ აი მოსანანიებელი ქონიათ ყველაფერი, მაგრამ მამაოს რო ასწავლე, ეხლა ვირა უნდა მოინანიოს. აი ამ სიგიჟეში, როდესაც ცხოვრობთ, ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ აგვყავს. საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა ივანიშვილმა და რუსულმა აი ამ ძალებმა დაყვეს ბანაკებად. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და კი, შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. და მათ შორის რო ვლაპარაკობთ, აი 26 მაისი. 26 მაისი, ხო? ერთიანი უბრალოდ ოპოზიციას ამ გაერთიანებაზე მუდმივად საუბრით, ხომ, რაღაცნაირად ბევრი წელი გავიდა ამაში, მერე ხან გამოვიდა, რაღაც ხან არ გამოვიდა, ყიფედ გამოვიდა, რაღაც ეტაპია ახლა ალიანსის შემთხვევაში, როცა შეთანხმდნენ, რომ განსხვავებების მიუხედავად საერთო სტრატეგია გვექნება და შემდგომ. ეს ხალხის ნაწილში გაერთიანებაზე მეტად ოპოზიციას გაუჭირდა უფრო ერთმანეთის გვერდზე დადგომა, არა მარტო ხალხს ერთად და ხალხი ერთად იდგა ამ აქციებზე, 300 ბევრი ადამიანი იდგა, იმიტომ რომ ხალხს ჰქონდა საერთო საგარეო კურსის ცვლილება პირდაპირ გამოცხადებული და ეს აერთიანებდა ყველას. მე ამიტომ მკითხეთ პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობაზე, რომ ეს დააგვიანდა რაღაცნაირად ოპოზიციას, ახლა არის ეტაპი, როცა გეგმავთ ერთად სტრატეგიას, ყოველ შემთხვევაში ალიანსი, რომელიც რამდენ პარტიასაც აერთიანებს განსხვავებების მიუხედავად საერთო სტრატეგიას შეჭერდა და მათ შორის მოდის 26 მაისი, ხო? კონკრეტულ ნაბიჯებზე მინდა გკითხოთ, რა ამარცხებს ამ ხალხში ნიჰილიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხმა იცის, რომ ის ყველაფერი რაც ხდება ცუდია, იცის, რომ ძარცვავენ, იცის, რომ აღატაკებენ ვიღაცები, დიდრდებიან კონკრეტული ჩინოვნიკები და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ივანიშვილი, ამის მიუხედავად სისტემა არ იცვლება. მე ამიტომ მკითხეთ, 26 მაისი პირველი, კი ბატონო, ვისაუბროთ ამაზე. რას გეგმავთ? კი, ალიანსი არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე, ჩვენ დემოკრატიის ერთგულები ვართ. სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები ჩვენ ვართ ქრისტიან დემოკრატიული, კონსერვატიული ღირებულებების პოლიტიკური ძალა, არიან განსხვავებული შეხედულების პოლიტიკური ძალები, ეს ნორმალურია, ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით, დემოკრატიის აღდგენისთვის ვიბრძვით. 26 მაისი არის კი ძალების მოკრების დღე, ერთმანეთის თვალებში ჩახედვის დღე, ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდების დღე და კი 26 მაისი კი არა, ნაციონალური მოძრაობა 14 წელია აი ამ მძიმე სპირალშია და სამწუხარო ის არის, როდესაც ჩვენ საგანგაშო სიგნალებს ვაგზავნიდით ყველასთან.
ჩვენთან დაკავშირებით იყო რაღაცა ტიპის გაუგებრობა, იმიტომ რომ ვიღაცები კომფორტს ვერ შეელინენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველამ დაკარგა ეს კომფორტიც და პრივილეგიაც. ახლა ვართ ყველა თანასწორი. ამიტომ როდესაც ვართ თანასწორები, უნდა გადავდოთ რაღაცები გვერდით და უნდა დავდგეთ ერთად და როგორც ყოველთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ყველა აქციას უერთდება და მეტიც. ყველა აქცია, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, დიქტატურის რეპრესიის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ ფორმულა თავისუფლად მაუწყებლობდეს და სხვა კრიტიკული ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და 26 მაისს უნდა შევიკრიბოთ. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ქართულ ხალხს უსწრებს დემოკრატია, ევროპა, ევროპული კეთილდღეობა, ძლიერი ოჯახი, ღირსეული საქართველო. მეორე მხარეს რაც არის, უკვე თავად ნახა ჩვენმა თანამოქალაქეებმა და არ ჭირდება შეხსენება. ამიტომ ეხ არის ერთიანობის დრო, ერთსულოვნების დრო, დავივიწყოთ წყენები, დავივიწყოთ რაღაცა უკმაყოფილებები და კი, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის წინაშე. ის ადამიანები, ვინც 5 ჯვრიანი დროშა მოიხვია და წავიდა და მოვიდა აქციაზე და ახლა არის საპატიმროში. ისინი გვიყურებენ ჩვენ და პირველ რიგში მათთან გვაქვს ეს პასუხისმგებლობა, ჩვენ ქვეყანასთან გვაქვს ეს პასუხისმგებლობა და ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ და არა მხოლოდ ერთად უნდა დავდგეთ, ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ და არავის არ უნდა დაუკეტოთ კარი. ეს არის ჩემი პასუხი. ძალიან დიდი